სალამი მეგობრებო, დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია. ყოველკვირეულად იტება ვიდეოები, მაგრამ ამ ბოლო 20 დღეში ერთი ვიდეო გადავიღე, მხოლოდ ისიც ისე გამოვიდა რა ქუთაისში. მომენატრა უკვე ეს პროცესი, მომენატრა თქვენთან კომუნიკაცია, მომენატრა ამ ინფორმაციის გაზიარების ნაწილი. სიტუაცია არის ესეთი, ეხლა მივდივართ ისანში, დარბაზს ეწოდება Gym 13, მომეწონა ვიზუალურად. ასევე შეფასებებიც ნორმალური იყო, ნორმალური კი არა, კარგი შეფასებები იყო. დღევანდელი თემა იქნება რა განსხვავებაა სირბილს და სიარულს შორის და რა გავლენას ახდენს უშუალოდ წონის ცვლილებაზე. ასევე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ დაასუბსკრაიბოთ, გააზიაროთ მეგობრებში, რომ ცოტა მეტად წამოვიდეს ინტერესი და ცოტა მეტი სუბსკრაიბერი იყოს 1000-მდე რომ რაც შეიძლება მალე ავიდე. კიდევ ერთხელ მადლობა ფიდბექებისთვის, ძალიან ხშირად მომდის ხოლმე შეტყობინებები, ძალიან ხშირად წერენ ხოლმე უშუალოდ პერსონალური ტრენინგების თაობაზეც. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ჯერჯერობით ვერ მივიღებ, მაგრამ მუშაობ ამ საკითხზე. რისი თქმა მინდოდა მაგ საკითხზე რა, სანამ გადავალ უშუალოდ ვარჯიშის ნაწილის ცვლილებებზე რა. პერსონალურ ტრენინგებზე ვმუშაობთ უკვე, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეგობრებიც, რა თქმა უნდა, მეხმარებიან. არ მინდა რომ სტანდარტული პროგრამები მქონდეს, როგორც ყველა ტრენერს. და ამაში არ გულისხმობ რომ მე განსაკუთრებული ვარ ან რამე მსგავსი. ჩემი მიზანი უშუალოდ ამ YouTube-ის შექმნისაც, Telegram-ზე არხის შექმნის და ასე შემდგომ არის ის რომ ფიტნესი უშუალოდ წამოვწიო წინ ქვეყნის თუ ჩემი თაობის მასშტაბზე. რა თქმა უნდა არ გულისხმობ რომ ფიტნესი ახლა პოპულარული არ არის, მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრი ცრუ წარმოდგენა არსებობს და მინდა რომ უშუალოდ დავეხმარო ხალხს იმის გაგებაში რომ ფიტნესი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიში და ფიტნესი არის მხოლოდ და მხოლოდ მოხარშული საკვების მიღება. არამედ ფიტნესი არის ჯანსაღი ცხოვრება, мотиваცია, ფიტნესი არის უკეთესი აზროვნება, უკეთესად ცხოვრება, უფრო მარტივად ცხოვრება, უფრო ბედნიერად ცხოვრება და ასე შემდგომ რა. აქედან გამომდინარე, ჩემი კურსებიც მინდა რომ ამ მიმართულებით იყოს განვითარებული. ვცდილობთ რომ ჩემი ფიტნეს კურსი იყოს ისეთი რომ კურსის გავლის შემდგომ мотиваცია გქონდეთ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიხვეთ. და აბა დავიწყოთ ვარჯიში. ვიწყებთ წიაგებით. შევბეროთ 100 კილოთი. მერე 120. ამ დასვენებულის მერე ვნახოთ 140-ზე ისევ თუ მივალ. კარგად მიდის ყველაფერი. დარბაზის მომეწონა ერთი მთლიანი სივრცეა და ალბათ ხედავთ ზემოთ არის არბენები ლიკები და პლუს მომწონს რომ რაღაც დამაწყნარებელი სიმღერა არის ჩართული. რაც საბოლოო ჯამში იმ ხალხს, ვინც სპორტსასმენში სიმღერას უშმენს, ხელს არ უშლის, ვისაც სიმღერის მოსმენა არ უნდა და ისე მოდის, არ აწუხებს რა. მოკლედ დავიწყებ იმაზე უშუალოდ, არ მინდა ძალიან რეკლამის სახით გამომივიდეს და არც ის მინდა რომ ძალიან უინფორმაციოდ დავტოვო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. დავიწყებ კურსებზე საუბარს და იმ გეგმებზე, რომლებზეც უკვე სანამ ვიდეოების ჩაწერას დავიწყებდი, ვმუშაობდი და ახლა 4 თვეა უკვე ამ საკითხზე ოფიციალურად ვმუშაობ. 2 თვეა რაც ვიდეოებს ვიღებ და ალბათ რამდენიმე თვეში ოფიციალურად ჩაეშვება ეს ყველაფერი. მოდი იქამდე 120 კილო ვიყოთ და მერე გავაგრძელებ მაგას. მარტივად წავიდა, მაგრამ და წელის კუნთი დამიღალა. ნახოთ. ჩემი მიზანი როგორც ფიტნეს ინსტრუქტორის არ ყოფილა უშუალოდ რომ ვიღაცა ვავარჯიშო ერთი თვით, ან ვიღაცას ზაფხულამდე ღიპი დავაგდებინო, ვინმე გოგოს ფოტოებისთვის ტრაკი მოვახოდინო. არამედ იდეაში მე მინდა რომ ეს იყოს კურსი, რომლის შემდგომაც ადამიანს გარკვეულწილად ექნება შესაძლებლობა რომ თვითონ დამოუკიდებლად აკონტროლოს თავისი კვების რუტინა. ნუ რა თქმა უნდა ნუტრიციოლოგიას ვერ შეგასწავლოთ, მაგრამ მინიმალური როგორ დაითვალო ცილაცხი ნახე წყალი, მატების და კლების დროს როგორ უნდა ვცვალოთ ეს ყველაფერი, ანუ მინიმალური საწყისები, ვარჯიშიც, ვავარჯიშოთ ყველა კუნთი, ფიტნესი არ იყოს როგორც თქვი, რამდენიმე თვიანი გატაცება რაღაც მიზნისთვის, არამედ ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა. აქედან გამომდინარე, ჩემი კურსები არის 2 ან 3 თვიანი. შეიძლება ზოგადად ცოტა მეტი დარჩირდეს, თუმცა ეგ უკვე ინდივიდუალურია. მაგრამ სტანდარტულად
ონლაინ კურსი უშუალოდ იქნება ურთვიანი და ლაივ კურსი, სადაც მე ლაივში ვავარჯიშებ ადამიანს. იქნება 3 თვიანი. ამასთანავე მოდი ავწიოთ ხა ეს 140 და ჩავშალოთ ამ კურსის პრივილეგია და პრიორიტეტი რა არის და რატო არ არის უბრალოდ ვარჯიში და მურჩა. ექვსიც საკმარისია, იმიტომ რომ გრძნობ. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მომწერს პირადში Telegram-ზე, ირჩევს live ან online კურსს 3 თვიანს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვექნება საორიენტაციო შეხვედრა, ძალიან დიდ პატივს ემ ესეთ შეხვედრებს. იმიტომ რომ ადამიანმა უშუალოდ დეტალურად უნდა იცოდეს, როგორ გაივლის ამ 3 თვეს, რა შეიხდის თანხას, აწყობს თუ არა ეს ყველაფერი, აფიქრებისთვის დროც უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ. მეც პლუს ინფორმაციას მივიღებ ადამიანებზე, რამდენად სერიოზულად უყურებს ამ ყველაფერს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს ყველაფერი, რა უნდა გავითვალისწინო, რა არ უნდა გავითვალისწინო, მისთვის უფრო კომფორტული როგორ გავხადო ეს პროცესი. ამ საორიენტაციო შეხვედრის შემდგომ, რამდენიმე დღეში მივიღებთ კვების გაწერილ რუტინას. ეხლა ვმუშაობ იმ საკითხზე, რომ უშუალოდ კვების რუტინა გავიარო ჩემს ზარეულ მეგობრებთან ერთად, რომ კვების რუტინასთან ერთად ადამიანებს ჩაუგდო რეცეპტები იმ საკვებების, რომელიც იმ ნახშირწყლის, ცილის და ცხიმის შემცველობას შეიცავს და კეთდება ბევრად უფრო გემრიელად, იმიტომ რომ ვიცი ადამიანები, ვინც კარგად არ არიან სამზარეულოსთან, არ მეგობრობენ, ეზარებათ ეს მოძიება ინფორმაციის და საბოლოო ჯამში, როცა ადამიანი თანხას იხდის, ჩემი აზრით, ცოტა კომფორტი უნდა შეუქმნა და ამ კომფორტში ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ ეს კვების ნაწილი ცოტა მოვაგვარო რა. რეცეპტები, რომელსაც რა თქმა უნდა გავწერთ, ვიმუშავებ პროფესიონალურად, როგორ კეთდება, რა ჭირდება, რამდენად მარტივია, რამდენ წუთიანია. ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად, რომ ოდესაც ადამიანი ვარჯიშობს და მთელი დღეს კვება გაწერილი აქვს, უნდა წაიღოს მაგალითად ოფისში. არ უნდა ადგეს 6 საათზე, როცა 10 საათზე ოფისში უნდა იყოს. უნდა ადგეს ვთქვათ შედარებით 1 საათით ადრე, იმიტომ რომ მთელი დღის საკვები უნდა გააკეთოს და იმ 1 საათში უნდა ჩაეტიოს. და ასევე რა თქმა უნდა იყოს გემრიელი. ხო და ამ კვების რაციონის შეგდებასთან ერთად ფოტომასალით და სრული აღწერით რეკომენდაციებს საკვებისას ჩავაგდებ. თქვენ გიქნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ მაგალითად დილის საათში 3 სხვადასხვა მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი საკვებისგან აირჩიოთ ერთ-ერთი. და პლუს იქ ეწერება როგორ ვამზადებთ ამ ყველაფერს. კარგი, ახლა გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე და გავაგრძელოთ ამის ახსნა. ხო და მოკლედ საბოლოო ჯამში კვების ნაწილში იქნება ეს. 12 სხვადასხვა რეცეპტი გიქნებათ, რომელსაც სულით n რაოდენობით გამოვა, რომ კომფორტული იყოს თქვენთვის, мотивация არ გაგივარდეთ. ვარჯიშს რაც შეეხება იდეაში, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ეს საკითხიც, რომ ვარჯიში არ იყოს უბრალოდ რამდენიმე კვირიანი, არამედ იყოს გარკვეული პროცესი, რომელიც რაღაც მიზნამდე მიგვიყვანს რა. და მიზნის ბოლოში იმასაც გავარკვევთ, რომ ფიტნესი და ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მოგწონს. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, რომ 90 დღის ბოლოს გარკვეულწილად უკვე იცოდეთ როგორ უნდა იკვებოთ, იცოდეთ დაახლოებით გამოთვალოთ პროდუქტში რა რაოდენობით სილაცხემი და ნახშირწყალი გქონდეთ და პლუს როგორ ივარჯიშოთ, რომ მიზანს, კლებას, მარტივას ან წონის შენარჩუნებას მოერგოთ. ბოლოსაც გვექნება შეხვედრა ონლაინ, რომელთაც გავულოთ ამ ყველაფერს, კითხვებს ამოვწურავთ და გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემ იმ 3 თვის განმავლობაში, რაც აღმოვაჩინე და რაც გამოგადგება. ჯერჯერობით სულ ესა და ამაზე ვმუშაობ. რაც შეეხება უშუალოდ ონლაინ კურსს, რადგანაც მე უშუალოდ არ ვეწევი, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ვარჯიშები გაკეთდეს სწორად. ჯერჯერობით YouTube-ის ლინკებს ვუგდებ ადამიანებს და ასევე ვუგდებ გარკვეულ სკრინებს სხვადასხვა აპლიკაციებიდან. ამ საკითხს უკვე მიდის მუშაობა, რომ მინდა ვიდეოები ჩავწერო ხსნე უშუალოდ როგორ უნდა გაკეთდეს ყველა ეს ვარჯიში, რომ იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია ჩვენ შორის, შეიძლება live არა, მაგრამ online რა. ამაზეც რა თქმა უნდა ეს ერთ კვირაში არ გამოვა, შეიძლება ერთ თვეშიც არ გამოვიდეს, მაგრამ მუშაობა მიდის. აქედან გამომდინარე, რადგან ტექნიკური ნაწილი ვიზუალური ეფექტებით და ასე შემდგომ, რადგანაც არ არის და პლუს ვიდეოები ჩემი უშუალოდ ჯერჯერობით ჩაწერილი არ არის, რა თქმა უნდა, კურსები არის შედარებით იაფი. და გადავწყვეტე, რომ კურსები იქამდე იქნება შედარებით დაბალფასიანი, სანამ ეს ყველაფერი ოფიციალურად არ შეიკვრება და შეკვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში ტესტინგ რეჟიმში როცა ჩაეშვება, იქნება ისე ვიდეო ფასი რა. უშუალოდ დეტალებზე შეგიძლიათ უკვე პირადში მომწევთ. კაი, ახლა დავიწყოთ კერდის პირველი ვარჯიში.
ასევე როგორც იცით მაქვს Telegram-ის არხი, სადაც ვეცდები რომ ყველა ის ადამიანის შემთან გაივლის ტრენინგებს და არა მარტო ისინი ჩავამატო და იქ ჯერჯერობით მხოლოდ პოსტები იდება, სადაც მე ფიტნესის საწყისებს და გარკვეულ დეტალებს ვაზიარებ, რომ განათლება მიიღოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც სურვილი აქვს, საბოლოო ჯამში გარდაიქმნას ჯგუფად, სადაც ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებებს, ერთმანეთს ეხმარებიან, რა თქმა უნდა მეც ვიქნები, შეიქმნება გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს არა მხოლოდ Telegram-ის საშუალებით და სოციალური ქსელებით, არამედ ლაივ რეჟიმში თუ საჭირო იქნება გამოადგებიან და დაეხმარებიან რა. არის ერთი ძალიან დიდი თუმცა. მოდი ამ მისვლის მე ახსნი მაგ საკითხს. ისე ვეცია, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება დრო, როგორც უკვე ვახსენე და იქიდან გამომდინარე რომ თან მუშაობ, შედარებით ეს პროცესი უფრო იწელებს. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ნელ-ნელა ჩემი დრო მთლიანად დაუთმო უშუალოდ ფიტნესს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს გარდასვლის პერიოდი ცოტა გრძელვადიანი იქნება ალბათ, რამდენიმე თვიანი, არა მხოლოდ ცოდნა და განათლება, არამედ ორგანიზება რა. რაც გარკვეულწილად არა მხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი გასამყოფების ყურადღებას საჭიროებს, მეგობრების, ვინც შეხედულია ამ საკითხებში და პლუს საჭიროებს ყურადღებას მომხმარებლების, მაყურებლების მხრიდან რა. რაც უფრო მალე მეყოლება უფრო დიდი აუდიტორია, უფრო თამამად დაუკავშირდები კომპანიებს, საქმის უფრო მალე გაკეთებაში დამეხმარება, პლუს იმაში დამეხმარება, რომ იმ ხალხს, ვისაც აინტერესებს ფიტნესი, ჯანსაღი ცხოვრება, დარბაზი და ასე შემდგომ, უფრო მეტი ხაზდაკლება ქონდეს, უფრო მეტი შეთავაზება ჩემი მხრიდან და პლუს იმაში დამეხმარება, რომ ეს ჯგუფი, ვინც დაინტერესებულია ფიტნესით და ჩემს ამ ნაბიჯებში ხედავს დადებიც, უფრო გაიზრდება და მეტ გავლენას მოახდენს გარემოზე, ვიდრე ეხლა ის რამდენიმე ასეული თუ თუნდაც 1000-ეული ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს უყურებს რა. ამიტომ ჩემი მთავარი თხოვნა ჯერჯერობით და ალბათ კიდევ კარგა ხანს იქნება ის, რომ თქოს გააზიაროთ, მოიწვიოთ უფრო მეტი ადამიანი, არ გაგეზაროთ, რომ სხვებს მიაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ გარკვეული სახის ვიდეოები არსებობს და ასე არხი არსებობს Telegram-ის, რომლებიც მათ დაეხმარებიან ფიტნესში ნაბიჯების გადადგმაში. ეხლა დავიწყოთ უშუალოდ იმ თემაზე, რაზეც მინდა დღეს საუბარი, მას შემდეგ რაც ამ ერთ მისვლას გავაკეთებ. Boom! დავიწყოთ. იდეაში ამ ყველაფერზე საუბარი Telegram-ზეც იმიტომ დავიწყე, რომ ყველაზე ხშირად როცა ვეუბნებოდი კარდიო გააკეთე, ისოდენ ხოლმე ამ კითხვას ირბინო თუ ვიარო. და უმეტესწილად რატომღაც ყველას წარმოდგენილი აქვს, რომ კარდიო არის მაინც და მაინც სირბილი. ამიტომ მინდა რომ ეს ორი ერთმანეთისგან განვასხვაოთ და ჩავშალოთ უშუალოდ რა დატვირთვა აქვს, რისთვის არის კარგი და რატო არის მნიშვნელოვანი რა. მარტივად ვახსნე სიარულში მე ვისაზრებ 5-დან 6 კმ/სთ სიჩქარით სიარულს, სირბილში 10-დან 12-ს. იმიტომ რომ თუ უფრო მეტი სიჩქარით ირბენ, რა თქმა უნდა კალორია მეტი დაიწვება და თუ უფრო ნელაილი შეიძლება ის გავლენა არ მოახდინოს, რასაც ახლა ვსაუბრობ. სიარულის შემთხვევაში იწვება დაახლოებით 200 კალორია 1 საათის განმავლობაში, ხოლო როდესაც 10-დან 12 კმ/სთ სიჩქარით დარბის ადამიანი, იწვება ორჯერ მეტი კალორია, ანუ 400. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში განვასხვაოთ, რომ სიარულს და სირბილს შორის კალორიული წვა განსხვავებულია. ასევე სიარული არის დაბალი ინტენსივობის, სირბილი მაღალი ინტენსივობის არის. სიარული ორგანიზმისთვის ბევრად უფრო მარტივია,
და სახსრები ეგრე არის სტრესება როგორც სირბილის დროს, სიარულის დროს იწვება ცხიმები და სირბილის დროს იწვება კალორიები. პირდაპირ მნიშვნელობით. და რას გულისხმობ? რა თქმა უნდა, კალორიებში შედის ნახშირწყალიც, ცხიმიც, ცილაც, მაგრამ არა პირდაპირ მნიშვნელობით ცხიმი. შეიძლება ცხიმი საერთოდ არ დაიწვას სირბილის დროს. ახსნე რატო? პირველ რიგში ახსნათ ის, რომ ცხიმის დაშლა ბევრად უფრო რთული და გრძელვადიანი პროცესია და ნახშირწყლის და ცილის დაშლა ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი. აქედან გამომდინარე სტრესის დროს, როდესაც რამის უცებ შეგვეშინდება ან რამის გავს და გჭირდება უცებ ენერგია, მარტივად ვთქვათ, სირბილის დროს, ორგანიზმი პირდაპირ იწყებს ყველაზე მარტივის დაშლას, რომლებიც რა თქმა უნდა არის დაგროვილი ნახშირწყლები, მერე გადადის ცილებზე და მერე ძალიან ცუდად გამოდის ამის თქმა და ხშირად იყენებენ, მაგრამ კუნთის ჭამას იწყებს რა. მაგიტომ ხდებით ხოლმე. იქიდან გამომდინარე კუნთის ჭამას ამიტომ გამდება ხოლმე, რომ სტრესის დროს მოვიხმართ, როდესაც მუცელში არანაირი საკვები არ გვაქვს და გადანახული ნახშირწყლები არ არის. იწყება კუნთის შლა. რადგანაც სიარული უფრო დაბალი ინტენსივობის არის, ენერგია ესეთი სიჩქარით ორგანიზმს არ ჭირდება და სჭირდება ნელ-ნელა რომ იყოს. და ასწრებს ორგანიზმი, რომ დაიშალოს ცხიმი და ცხიმის დაშლის ხარჯზე მიიღოს ენერგია. და ცხიმშლის, რადგანაც ცხიმის უფრო ნაკლები ცხიმის დაშლა არის საჭირო უფრო მეტი ენერგიის მისაღებად. მანდაც თანაფარდობა დაახლოებით 2:1-თან არის. კალორიულად ცხიმი ორჯერ უფრო მეტი კალორიის შემცველია, ვიდრე ნახშირწყალი ან ცილა. თუ კვებაში გვაქვს გარკვეულწილად შედარებით მეტი კალორია, ვიდრე დღის განმავლობაში ხარჯავთ და გვინდა რომ მაინც გარკვეულწილად დეფიციტში წავიდეთ, ანჩი დეი ქონდა და გვინდა რომ კალორიები დავწვათ, სირბილი არის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა, რომ სწრაფად ეს ყველაფერი დაიწყოს. ასევე თუ დარბაზისთვის დიდი დრო არ გვაქვს და მალე გვინდა რომ გარკვეული ენერგია დავხარჯოთ, მაგრამ სირბილსაც არ გიჩვენებთ რომ იყოს მეტად სწრაფი, არამედ 10, 11, 12-იც ძალიან ჩქარია, მაგრამ მე ვურჩევ ხოლმე 9-თან 10 რბინო. როდესაც ცხიმის დაწვა გვინდა, ან აღდგენის დღე გვაქვს, მაგალითად გუშინ წინ ვაჟიშე ძალიან მაგრად და დღეს კუნთები გვეწვის, აღდგენის პროცესს აჩქარებს და კუნთის ტკივილს შედარებით აშუშებს სიარული და ასევე თუ გვაქვს არწონიანი ან მუხლებზე გვაქვს გარკვეული ტრავმა ან სახსრები ტკივა, სიარული არის იდეალური ვარიანტი. მაგრამ თუ გინდა რომ კალორიები დავწვათ, გულსის ძარღვთა სისტემა შედარებით მოვაძლიეროთ და თუ ჩვენი სურვილი არის წონის კრება, სირბილი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა ამ ყველაფრისთვის რა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სიარულის და სირბილიც სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია. აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიყენოთ შეძლების დაგვარად ორივე იმ საჭიროებების მიხედვით, რაც გვაქვს. მაგრამ სიარული ნებისმიერ დროს ასარგებლოა ჩვენთვის. ოპა. ეცია ეს ერთიც ეს ვაჯი შემოვიღე, ახლა შევცვალე
წინაზე ალბათ გემახსოვრებათ რომ ვაკეთებთ ტრენაჟორზე წინ გაწევებს, მაგრამ ეს უფრო კარგია. თოკები, ზოგადად ძალიან მიყვარს თოკები და პლუს ყველა აკეთებს ამ ვარჯიშს, აი ეს. მოდი აქაც ვახსენებ თქვენს coach-ს და მასწავლებელს ჯანსაღ ცხოვრებაში, ფიტნესსა თუ ნუტრიციოლოგიაში ბატონ არსენას. აქედანაც მოვიკითხავ და დიდი მადლობას მოვუხდი კიდევ ერთხელ ფიტნესში ჩემი შემოსვლა ის განათლება. Clar, bis გამსახურება არის 100% უნდები მის პროფესიონალიზმს. ამ ვარჯიში იდეაში გომის დროს გარკვეულწილად წელი არის დაკავებული და შეიძლება მაღალ წონაზე ყველა დავალო, როცა არაფერში არ გჭირდება. მაგრამ როცა ეს უკვე გადაიხრებ, თიშავ პირდაპირ მნიშვნელობით და მარტო მკერდი და დელტები არის ის კუნთები, რომლებიც იღლება რა. და მხრების ამოგდება და მხოლოდ მკერდის დატვირთვა უკვე თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი არის, რომ მკერდი ზემოთ ავწიოთ და ხელები შევკრათ ჩვენს წინ. და ორი გავაკეთე. ანუ წონა უნდა აუწყო და გამეორებელის რაოდენობა ცოტა შევამცირო. აქ არის შუშა. ეხლა ბნელა და ღამეა და არაფერი არ შეცვალა. დილით. ალბათ ამაზე ვერ გიტყვით, არ ვიცი რა ჩანს. რაც შეეხება სირბილის და სიარულის გადაწილებას იდეაში. ყველაზე კარგი არის, როდესაც კვირის განმავლობაში გადავანაცებთ რა. შემოჩევა იქნება რომ კვირაში 3-4 დღე შეძლებს და რაღაც უზმოზე თუ შუა დღეს თუ საღამოს მაინც იაროთ. ყველაფრისთვის კარგი არის ეს. ვიჩუნეთ თუ დამწყები ხართ სირბილის საერთოდ ამოვიდეთ. ეცადეთ რომ ბევრი იაროთ, რადგანაც სახსრები შედარებით სუსტია და ასევე ორგანიზმის მეტაბოლიზმი დასაძვრელია. სირბილს იდეაში რამდენიმე თვეში თუ დაიწყებთ, კვირაში 1-2 თვის განმავლობაში ვარჯიშთან ერთად ცალკე თუნდაც როირბინოთ, უბრალოდ არა გამგზობითად, არამედ თქვათ 1 წუთი როირბინო, და 1 წუთი იარო, ან 5 წუთი ირბინო, 5 წუთი იარო რა. რომ ზედმეტად არ გადააბა, იმიტომ რომ ორგანიზმი ძალიან ისტრესდება. 5 წუთიც კი ბევრია. და რა თქმა უნდა დამატებით ძალისმიერი ვარჯიშები. შევუვარდეთ. კარგია. სონა კარგია. აი, მარა წონა მეცოტა, იმიტომ მოდი დავამატოთ თიფლაკონი. ეს ნახავიდან გამომდინარე ალბათ იგებთ რომ არც ისე ცოტა გეგმა მაქვს და ნელ-ნელა ეს გეგმები განხორციელდება. კომპანიებსაც თუ ვინმე ნახავს ამ ყველაფერს და დაინტერესდება გარკვეული კოლაბორაციით, რა თქმა უნდა ამ დასაწყისის დროს დახმარების და ყურადღების მოქცევისთვის ბევრად უფრო მათთვის მომგებიანად შევთანხმდებით და რა თქმა უნდა მათ დახმარებას არ დავივიწყებ. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეულწილად დახმარება უნდათ ჩემი, აქ არ ვიძახენ ინსტანტის ფინანსურ სარგებელს, არამედ ფიზიკურად გარკვეულწილად უნდათ რომ პროცესში ჩაერთონ, შეგიძლიათ შემეხმიანოთ და ერთად შეგვიძლია შევქმნათ ეს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმავალი სიახლეები, რომლებიც ჩემი აზრით ჩვენს სოციუმს და ქვეყანას ძალიან გამოადგება რა. პირველი ერთსა მანტები
და მე დავხუშა სუპერსეტი, შევცვალე ცოტა ვარჯიშები. პირველ მქონდეს კარგტანზე. ჩემი პრობლემა ალბათ ის არის, რომ ძლივს შეგროვებული კილოგრამები შობის დროს ძალიან მენანება რა და ამდენი ხნის განმავლობაში სრულყოფილი შრობა პირველად მქონდა წინა წელს. რამაც გამოიწვია ის, რომ იპს ბოლომდე ვერ ვიშობ. საათი ისე ვივარჯიშებ, როგორც წესი და რიგია, ხო რა? ბიძა გიორგის შემსგავსები. ერთიც და გადავიდეთ ბოლო ვარჯიშზე, რომელიც არის სუპერსეტი, როგორც გითხარით. რაში არის ამ სუპერსეტის მთავარი მუღამი რა? ამ მონაცემებით გვაქვს სამი სხვადასხვა წონა. რადგანაც ახლა დავიწყეთ ჯერჯერობით კუნთები მიჩვეული არ არის სამხელა სტრესს. 10-იანები, 7-ნახევრიანები და 5-იანები. ვაკეთებთ ტრიცეპსის ვარჯიშს და შემდგომ ვაკეთებთ ბიცეპსისას. ანუ 1 2 3 ტრიცეპსის ვარჯიში სხვადასხვა წონებზე, 1 2 3 ბიცეპსის ვარჯიში სხვადასხვა წონებზე, ისე რომ არ ჩერდები. ხელების გაზრდაზე ძალიან კარგად მოქმედებს. თუ დიდი ხანია არ ვარჯიშობთ, ესეთი სუპერსეტები არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ყურს კარგად უნდა გრძნობდეთ. შეიძლება ცოტა გამექცეს, მაგრამ ისე არ გამექცევა, რა თქმა უნდა, რომ ყუთი დავიზიანო ან რამე მსგავსი, ხო და მოდი შევბეროთ. მეტი გავაკეთე ეს, ამას უფრო მეც ვიზამ. ამას მეორესაც გავაკეთებ და ვსო. წესით ერთი გამეორებაც საკმარისია. შეგიძლიათ დაიწყოთ თქვათ 10-12 გამეორებით ყველაზე მაღალი წონით, ან მე 4 წონას დავხატოთ. მერე შემდეგი წონა გააკეთოთ რამდენიმე გამეორებით მეტი, თუ რა თქმა უნდა ხელი წამოყვებათ და ბოლო წონა უნდა გააკეთოთ გათიშვამდე. ვსო, იდეალური იქნება. ეხლა გავაკეთებ ამ სუპერსეტს, გადაღების გამო ისედაც მეწელე ვარჯიშის დრო. ამიტომ ამით დროც შემცირდე. ხო, კიდე ის თქვა მინდოდა რა. თუ გაქვთ რაიმე კრიტერიუმი, რომელიც გინდათ, რომ დარბაზში მისვლის დროს აღწერო, ანუ მაგალითად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისუფთავე და ალბათ ყველასთვის. მაგრამ CrossFit ზონა თუ არის სამი კონკრეტული ვარჯიში ან ტრენაჟორი, როგორი არის კარდიო სივრცე ან ამის მსგავსი, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. მინდა რომ შევადგინო გარკვეული სია, ვთქვათ 20-25 კრიტერიუმი, შეიძლება 15-ის, რომლებსაც დარბაზში მისვლის დროს გარკვეულწილად შევაფასებ, რომ მე YouTube-ში, ქართული YouTube სივრცეშიც გვექნება ჩემი ვიდეოებიდან გარკვეულწილად ფიდბექები, მაგრამ არა პერსონალური და სუბიექტური, არამედ ვიზუალურადაც განახილეთ რა. საბოლოო ჯამში უფრო მეტად გაუმარტივდება ყველას დარბაზში მისვლა და იმის გარკვევა დარბაზში მისვლამდე რას უნდა ელოდნენ მისგან. დიდი მადლობა რომ ვიდეოს უყურეთ. ხარხი გამოიწერეთ, ვიწონეთ. კომენტარები დაწერეთ, ზარისხილა კი გააქტიურეთ და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.